საჭადრაკო დაფაზე ჯერ კიდევ ბევრი ყოფილია. როგორც ჩანს, კორუფციის ბრალდებით კიდევ რამდენიმეს დააკავებენ. მანამდე კი კორუფციასთან მებრძოლ ბიძინას ირაკლის, როგორც ჩანს, კორუფციასთან მებრძოლი პრემიერის სახელი ყველაზე მეტად მოსწონს. თუმცა, როდის გადაისვრის ბიძინა ახალ ირაკლის, ეს ჯერ უცნობია. ერთ დროს ერთი პარტიის სლოგანისა და ლოგოს ქვეშ იდგნენ. დღეს კი ერთმანეთს ვერ ცნობენ. ქართული ოცნების ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც ძმობას ეფიცებოდნენ ერთმანეთს, დღეს ციხეში არიან. ცეცხლი რომ გახსნილია, ამას სხვადასხვა წყაროები მოწმობს და მეტიც. ერთი კაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფაქტობრივად ყოველდღიურად მართავს ბრიფინგს იმაზე, რომ ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს. ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი ირაკლი კობახიძეა, რომელიც ერთი კაცის ფულის დაბრუნების ოპერაციაშია ჩართული და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მილიონერ უფროს 100 ამოვნოს. რამდენადაც ირონიულად არ უნდა ჟღერდეს ეს ამბავი, ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს თავისივე ელიტური კორუფციით ნაშოვი ფულიდან სთხოვს თანხებს იმისათვის, რომ მისი ჯიბე უფრო მეტად გაივსოს. საჭადრაკო დაფაზე ჯერ კიდევ ბევრი ყოფილი თანაგუნდელია. ვინ გამოეთიშება თამაშს და ვინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, ეს მხოლოდ ამ ფილმის მთავარმა პერსონაჟებმა, ბიძინამ და მისმა ახალმა ირაკლიმ იციან.